ყველაზე გემრიელი ხაში, ყველაზე სუფთა ტოტოხები, აქეთ მობრძანდით, ძვალი ხაში, მუცელი ხაშის, მცხვარი, ტაშიკი, ტოშიკი, აბა თიანეთის ნიგოზი, კარგი ნიგოზი, მაგულის ნიგოზი, ხატკათა, შავი, რუხი, რაგინა, სულოდაგულო. არ მოდიან ეს ხალხი და არაფერს არ ყიდულობენ და აბა ქეთინოს ყველი თიანეთიდან უგემრიელესი ვაიმე ისეთი ნოყიერია გაგიჟდებით ხალხო აბა მობძანდით ასევე გვაქვს მეგრული ჭადის ფქვილი ღერღილი სულგუნი და კიდევ კარგი ძვირფასი სომხური ლავაში აი ნახე კარგი ხაშები სანამ შევჭამე იყიდეთ კლიავისში გოგოებო, როგორ ახართ? კარგად. აბა, ისევ ბაზარში ვარ, ისევ ახალი ფორმატით. პირველის ნახევარზე გადის ჩვენი ახალი პროექტი, ძალიან საინტერესო, ძალიან კარგი და ყველაფერი ახალი. ხო, რაც მთავარი არის, ჩვენი ახალი ფორმატის მიზანი ხალხის ხმა პუტკუნებისგან გაიგებს მთელი საქართველო. და ჩვენ შევუწყობთ ხელს სოფლის პროდუქტების, ესე ვთქვათ, პოპულარიზაციას. ჩვენი გადაცემა, პირველი გადაცემა გავიდა კვირას. მე ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ ხალხთან კონტაქტი მქონდა, უხაროდათ ადამიანებს ჩვენი დანახვა, თან თავის გაჭირვებას გვეუბნებოდნენ, თან რა შემოსავალია, როგორი მუშაობა ქონდათ იმ დღეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი ახალი გადაცემა. პლუს კერძები, არ დაგვავიწყდეს. აბა რა, ეს ავარ ბაზარში. და პლუს მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, როგორი სიტუაცია არის, ხალხი როგორ მუშაობს, რამდენი შემოსავალი აქვს, როგორ შეიძლება არჩინოს ოჯახი. გოგოებო, ყველაზე მთავარი კიდევ რა არის? სულ 5 წუთით ვიდექით ჩვენს პატარ-პატარა ესე ვთქვათ ჯიხურებთან და გავიყინეთ და ეს ხალხი ამ სიცივეში ასეთ კლიმატურ ცვალებადობას ხან ცხელა ხან ცივა როგორ იტანს აი გიჟდები უბრალოდ არ ვიცი 5 წუთი კი არა 3 წუთი უკვე ფეხები გამეყინა ხელები გამეყინა ტვილი გამეყინა ხო და ჩვენ იმიტომ მოვედით ბაზარში და ჩვენს მაყურებელს იმიტომ გვინდა რომ აუხსნათ ეკონომიკური მდგომარეობა რამძიმი აქვს ჩვენ საზოგადოებას ჩვენ ხალხს მე ვთხოვ ყველას რომ ბაზარი მაინც ყველაზე კარგია ვიდრე სავაჭრო ცენტრები და ბაზარში გლეხსაც ვეხმარებით, ქართულ პროდუქტებს ვარჩევთ, გაიანი გლეხებისგან ვიდრე შემოტანილს და ნატურალურს და ნაკლებად მოწამულს. ვიგებთ, რომელია ძვირი, რომელია კარგი, რომელია იაფი. აქ ბევრი ხალხია, დადიხარ, ყველა ფასები იცი. მე მაგალითად ძალიან მაინტერესებს, მე რომ რესტორანში ვმუშაობ, ყველანაირი ფასი, ყველანაირი გემო, როგორია, ქართულია, ყველას უნდა ქართული ყველი, ქართული წარმოება, ნამდვილი. ვახოთ ვასწავლით, ჩვენ თან იცი რა არის? რამდენ ჭორებს იგებ ბაზარში? აი მე გუდა ვისწავლო. წავიდეთ გოგოებო ეხლა, ჯობია საქმე შეუდგეთ ამდე ლაპარაკს და ბრაც ვისაუბრეთ, ყველაფერი განვახორციელოთ და ხომ ვინამზადებს დღეს? მე გავამზადებ დღეს ბადრიჯანს ნიგზით და რატო გავამზადებ გაიანე ბადრიჯანს ნიგზით? მე მაქვს 30 ლარი მაქვს, აი ნიგზიანი ბადრიჯნის მოსამზადებლად 30 ლარი მაქვს და რატო ვამზადებ ნიგზიან ბადრიჯანს? ჯერ ესეთი ყველა ოჯახში მზადდება თითქმის ნიგზიანი ბადრიჯანი, მაგრამ ერთნაირი არ არის, ყველა სხვადასხვანაირია. ჩემს მეგობრებს, ჩემს ოჯახის წევრებს აი არ ვიცი, გიჟდებიან ჩემი ბადრიჯნის მომზადებას და ახალი წლის მერე რამდენი კილო ბადრიჯანი მაქვს მომზადებული, ვინ დაიწვის და ეხლა უნდა გავამზადო, რომ ისწავლონ და თვითონ მოამზადო და მე აღარ მომამზადებ. მეორეც, აბა ნახოთ, ბადრიჯანი გაძურებულია, ნიგოზი გაძურებულია. მაინტერესებს ოჯახისთვის 1-4 პორცია რომ გააკეთო, რომ გემრიელად შეჭამოს და არ შეწყვეს. აბა ნახოთ, რამდენი დაჯდება. უხრა მაგარია. ნახოთ, წავედით. კარგი, სანამ წავალთ, ჩემი კოკაკოლა სად არის? კაი, აი ეს შენ ჩემოლამაზო. და მე მაქვს ახლა ასეთივე ჩანთა, რომელიც გამოგვიგზავნა კოკაკოლამ, ნახეთ, რომელიც არის ნატურალური ქსოვილი და მოდი ყველაფერი ამაში ჩავალაგოთ, გარემოს გავუფრთხილდეთ და არ გამოვიყენოთ პოლიეთილენის ერთჯერადი პარკები. ძალიან კარგი. ძალიან კარგი. წავედით.
როგორც გადავწყვიტეთ, ბადრიჯანს ვაკეთებთ ნიგზით. მოდი გაიანე ჩამოთვალოთ რა მჭირდება, რა უნდა ვიყიდოთ ბაზარში. ბადრიჯანი, ხახვი, სუნელები, ბროწეული, ნიგოზი და ქინძი. ნიორი აუცილებლად და ნიახური და ქინძი. გოგოებო, სანამ ბადრიჯანს ვიყიდით, მოდი ხახვი ვიყიდოთ. ხახვი დავინახე. ბროწეულიც ეკანა. ხო, ბროწეული. გამარჯობათ, როგორ ახარ? ვიყარხართ. ჩვენი ვისწავლე. ამზადებ ხოლმე ჩვენ საჭმელებს? თქვენი გულიხი გაიარე ეკანა? ნინო. რა გიმზადებიათ ჩვენგან დასწავლის საჭმელი? როგორ არა? გაზოგადო გვიყურებ და გვიყვარვარ. გაიხარე. აი ხახვი გოგოებო. რა ლამაზი ხახვია. ძალიან. გამარჯობათ. 1 კილო ხახვი გვინდა რა? ეს ხახვი. 3 ლარი კილო. ეს ცოტა რბილი არის და არ მინდა. რბილი ხახვი არ მინდა. აი მაგარი საშუალო, აი ნახე რა ყოხტა და ლამაზი ხახვია. რა ვიცი. ხო, დასაჭრელადაც ადვილია, დასაჭრელად ადვილია, არ უნდა იყოს ძალიან რბილი. 218 კilo. ესე იგი კილო არ გამოვიდა, ხო? კილო რა რესტორანი ხარით? 3 ლარი. მე თქვენი პარკი არ მინდა, ჩემ კოკაკოლის პარკში გადმოვალაგებ. გარემოს უფხილდებით, რომ ადაბა ნაგვიანოთ, აი ესე და ეს ხახვი, იმიტომ ვიყიდე, რომ არის ქართული და ძალიან ვცდილობ, რომ ქართული ხახვი, ქართული პროდუქტები შევიძინოთ ხოლმე. 2 ლარი დავხარჯეთ. დავრჩა 28 ლარი. კი ბატონო. 28 ლარი გვაქვს დარჩენილი. ავიდეთ ახლა ბროწეული სალი. კარგად იყავი. გოგოებო, ძალიან დავიხალე, აი ესე დავიხალე, რომ არ შემიძლია სიარული თან ხო იცი რომ ყოველდღე ველოდები და ხა ხო გამაჩენინებთ ბავშვსა რა. აი ზუსტად ვიცოდი რომ ამას იყო და ზუსტად ვიცოდი და აი მე მეტაბარს და გააჩენდე რომ სულ ყოველთვის მაგას გვიძახი. გაიანე, გენდობი. ხო. პროდუქტები, როგორი ბადრიჯანი გაიყიდო გაიანე? მოკლე და სქელი. ხო. ნიახურიც უნდა ვიყიდო? ნიახური, ქინძი, ქართული ბროწეული, არ დამანახოთ შემოტანილი ქართული ბროწეული, პატარები და ცოტა თან მაგარი. გენდობიო, თან მიდის. ხო, არა. აჰა, გაიანე და მე კიდე რა გინდა? ნიგოზი როგორი გინდა? ნიგოზი მინდა, თიანეთის ნიგოზი მინდა. რომ მორჩებით დამირეკეთ რა. მე დავიჯდები, დავისვენებ. ხო, წადი, გოჭი, წადი, დავაი. დავაი, კარგად. და მე ხა დავლებ კოკაკოლას და მე გავაგრძელოთ ჩვენი მოგზაურობა ბაზარში. ხო, აი ნახე. გამარჯობათ, გენაცვალოს გაიამ. ნიგოზი გოგ დაბარებული. ძალიან კარგი. ხო გაქვს? აი, რამდენი იქნება? ჯერ მაჩვენე თიანეთის რომელია? როგორი თიანეთი? აჰა, ეს არის რაჭი. კი ბატონო, მე მომწონს რაჭი, მაგრამ ეკას უნდა თიანეთი. რა? 500 გრამი ავიღოთ. 9 კილო. ხო. თიანეთის ნიგოზით არანაკლებია რაჭულ ნიგოზს. ძალიან კარგია და მინდა რომ რჩება მივცეთ მაყურებელს, რითია განსხვავებული თიანეთის ნიგოზი. ცხიმიანია. მწარე არ არის. გამორიცხულია მწარე არ არის. ძალიან გემრიელია. 10 ლარის არის ეს, ესე იგი, ხო? ესე იგი, არის ნატურალური, ჩვენი ქართული წარმოება არის, ჩვენი მთებისგან მთის თიანეთის ნიგოზია, გენაცვალოს გაიამ, კარგი, გემრიელი, ცხიმიანი და რაც დაბარია გემრიელი. აი ნახე როგორი გემრიელია, პროტა ნახე. ვიცი, მე ხშირად შემიძენია ხოლმე და გაიანე, მოდი ეს ჩადე ჩვენს ეკოპარკში. ხო. იცით რა მაინტერესებს? გაძვირებული რომ არის, აი პროდუქტებმა წინაწლებთან შედარებით ძალიან მოიმატა, ბოლო ერთი წერია განსაკუთრებულად. კოლოსალურად. არის ზოგი 100 გრამსა და 200 გრამს ძლივს ყიდულობს. აი 100 გრამი. მაინტერესებს რა, აი ხოლმე ხომ უნდა გავაკეთოთ ბადრიჯანი ვიღწვით. აი ხო ნახოთ 30 ლარად. ვიყიდით, აი ელემენტარულად მოხუცი ქალი, მე აქ მაღაზია უფრო აქცენტი მაქვს. ის ხალხი, ვისაც არ შეუძლია, შეძლებენ რომ ამდენი ლარით გააკეთონ რაღაცა 1-2 დღე მაინც ჭამონ. ვიყიდეთ 500 გრამი ნიგოზი. ხო. რამდენი დაგვრჩა? ჩვენ დაგვრჩა ახლა 15. ია. ერთი. გუნდები მაქვს კიდე აქ. რა გჭირს გალო შუშუთ? 17. 18 ლარი. 18 ლარი დაგვრჩა. ნიგოზი ვიყიდეთ, ხახვი ვიყიდეთ. მეტი არაფერი და 18 ლარი დარჩა. 12 ლარი წავიდა. წარმოიდგინეთ. კარგად იყავით. კარგი დღე გქონდეთ თქვენ. კარგი შემოსავალით. კარგად იყავით.
ხინძი მინდა ბებოჯან, ხინძი ხინძი და მინდა. ნიახური გვინდა. ხინძი მინდა და ნიახური მინდა. კი ბატონო. კი, ცალოდარ, კაი ხინძი, აი ორნაირ ხინძს ვხედავ. სადაურია ესა? ესენი არის იმერეთის მწვანე. ხო, მართლა? უშენ შემოგილოს გაებ. არ ეთყობა? აი რა კაია, რომ ქალბატონი ხმის, აი ყველაფერი რომ ვიცოდეთ. შევაისული მოდის. კამაა თუ ცერეცო? მე ცერეცოს ვიძახი, მაგრამ დაისელები ეძახიან, არის კა. ეხლა ნახეთ, ხინძი მინდა, ორი კონა ხინძი მინდა, ცოტა ნიახური მინდა. რა ღირს ეს, რა ღირს? 100 გრამი მარი. მაშინ 200 გრამი მომეცი ჯიგარ. 250-ით რო იყოს პრობლემა არ იქნება, ცალოდან. დავაი, დადე ეხლა ნიახური მომეცი, ბუსუნო ერთი როგორია. თორე ეკა მომკლავს თუ არ ვიყიდო ნიახური. ჩემო კარგი იმერეთი არ უნდა ნახვა და არაფერი. ის რა კარგია, ვაიმე. მუშაობა როგორი გაქვთ? ძალიან ცუდი. ცუდი ხო? ძალიან ძიმე სიტუაცია, ხალხი ვერ ყიდულობს, ლარი მწვანეს ეთქვი და რა მიბავია. აი, მოდიან და გეუბნებიან 20 თეთრის მომეცი. ხო, მაგრამ აძლევთ ხო რომ მოდი. ვაძლევ კი არა ზოგს ჩუქნი კიდე წაიღემეთ ემოხუცები მოდიან და ხელი უკან ყალებთ. ფული ვეღარ ამოაქვთ. ვეუბნები მოდი აი წაიღე. მერე დგას 1 საათი და ვერ ვიშორე. რატომ მაძლევ? ისიც არ უნდათ რომ ისე წაიღონ, რომ არ გადაიხადონ ის. თქვენ რამდენი წლის ბრძანდებით? მე 67. ახალგაზრდები ყავთ, რომლებსაც თქვენ ეხმარებით? აქვთ ბიჭები მყავს ორივე, მაგრამ სამსახურები სადაა. ორივე უმაღლეს განათლებით. მე ვეხმარები და კიდე უფროსი ბიჭი მუშაობს. ადმინისტრატორად. ხელფასი 600 ლარი რა. თქვენი სახელი? ქეთევანი. ქეთევან ჯან. წმინდანე ქალბატონი ხარ. ძალიან კარგი. ერთი ციცაკეც არ ვიყიდოთ, ერთი მწვანე ციცაკას. ნიორიც ხო გვაქვს ხო, საქმე და ბარემ ვიყიდოთ კი, ქალბატონ კი, ქეთევანთან. რამდენის არის სულ? 5.5. ქალბატონო ქეთევან, აი თქვენი ყოველდღიური ნატვრა, აი დილარო თენდება რა არის? რა არის და სახში ვიყო, ჩემს სახში ის მინდა გარეთ ქუჩაში არ გამოვიდე ამ ყინვა და სიცივეში. 6-ზე უნდა ადგე. თუ რამე გინდა რომ იყიდო, შეიძინო და მოიტანო და გაყიდო. როგორია 6-ზე, ყოველდილის 100-ზე ხარ, ადგე და გამოხდე. კიდე კაი ჯამთელზე ვდგებარ და ჯამთელად ვარ. წნებას აღარ იმავშექი. თავარია დავდივარ და ცოტა ენერგია მაქვს. ღმერთმა მოგწეს ჯამთელობა, ცალოდან. აი 6 ლარი არის. 6 ლარი არის და ხურდა არ მინდა. არ მინდა, არა, გეხვეწებით. მადლობა გაიხარე. ხლა მე ამას გადავიტან ჩვენს ეკოლოგიურად სუფთა პარკში, ესე რომ ვთქვათ, ვუფრთხილდებით გარემოს, არ ვიყენებთ პოლიეთილენის პარკებს და თქვენ კიდევ გისურვებთ, რომ თქვენი ნატვრა რაც გაქვთ, აღსრულებოდეთ. თქვენ შვილებს კარგი სამსახურები ქონოდეთ, რომ თქვენ რომ დილის 6 საათზე ადგებით, აღარ წამოხვიდეთ სიცხეში თუ სიცივეში გარეთ. დაიცებებო. მადლობა. ეს შენდედა. ეს შენდედა ცოლოს გაია. მადლობა. ხო, ეხლა რომ თალებთ მაგას, კარგ ხასიათზე და ენერგიაზე იქნებით. ხო. მადლობა, კარგად. კარგად იყავით. მე მიყვარს თქვენაირი ადამიანები. მადლობა, გაიხარე. ნახვა. კარგად. ეხლა დარჩა ბადრიჯანის ყიდვა. ბადრიჯა ნიგოზი ვიყიდეთ, ყველაფერი ვიყიდეთ. всё. ბადრიჯანი აი იქ ხედავ რაღაც ბადრიჯანს. ხო. კაი კაცი. გაია, მარტო ბადრიჯანი არა, ბროწეული და ხო, ბროწეული. და გვაქვს არ დაგავიწყდეს მხოლოდ 10 ლარი. ხო. 10 ლარი დარჩა? 10 ლარი დაგვჭა. არა, ბოდიში 12 ლარი დაგვჭა, 2 ლარიანი ცა. წავედით. ეხლა უნდა ჩავედით და იქ ნახა რაღაც უბრალოდ ის მოკლე არ იქნება, წავედით. აუ, რაც იქნება ეხლა მოკლე და გრძელი. ეკა ზაკაზია. გაი, აი ლიმონი. ხო, ლიმონი ეს არის. ჩვენი ლიმონია, ხო, ქართული, გამარჯობათ. კილოღი 3 ლარი? 2 ცალი არის. 2 ცალი რო აგვიწონოთ თუ შეიძლება. ეს ქართული ლიმონია. წვნიანია, ძალიან წვნიანია, ძალიან ესეთი კარგი გემოთი არის. 70 თეთრი. დიდი მადლობა. რა ქვიათ, ქალბატონ ჯან? ეთერი ჯან, შენ გაიხარე. სადაურია ეს, რომელი კუთხიდან არის? აჭარა, გოგო. აჭარა. აუ რა კაი არომატია, ნახე. ხო. ჰალა. აი ჩვენი კარგია ელი. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენი პუტკუნა სადაა? ჩვენი პუტკუნა სახშია, დაიღალა და წავიდა სახში. დაბარებული აქვს, თვითონ და გაამზადოს და მე ვყიდულობ, ჩვენ ვყიდულობ. თვითონ და გაამზადოს.
ახში ბადრიჯანი დავიდო ბადრიჯანი და ბროწეული გამარჯობა გამარჯობა ქალბატონ ჯან როგორ ახართ თან რა კარგი ფასია დაინახე კი ბატონო ყველგან უფრო ძვირი იყო 6 ლარი იყო აჰა პაჟალოს მოდი ახლა ეკას დაურეკოთ და დავანახოთ რომ მე თავში ჩახხებს მოდარეკე ერთი 4 ცალი ავიღოთ რა ეკაჯან ეს ისვენებს ჩვენ პრივეტ აზიზ როგორ ახართ სავტანემ შენ შემოგევლოს გაემ კი მენდორი მაგრამ ეგეთი ზომის როგორც შენ გინდა ვერ ნახე დედა უნდა კარგი მოგიტანო ცოტა დიდები კარგი დედა აბა ეხა დაგანახებ მოიცა დაგანახებ დაიცადე აი ნახე ხო რა ვქნათ ნახე რა კარგი ფასია всё ქალბატონ ჯან 1-4-5 ცალი მომეცი ჯიგარი აქედანაც ერთ ცალ ბროწეულსაც ავიღებ სავტანი გაიანჩონ ხო ჯერ ბადრიჯანი მოდი ავარჩიო ცოტა პუტკუნები 4 ცალი ბადრიჯანი როცა ვყიდულობ უნდა დავინახოთ აქედან კუნძი აი ეს და აი ეს როცა არის ცოცხალი და კარგი ესე იგი მწვანე ესე იგი კარგია და უნდა იყოს მაგარი და მაგარი როცა არის კარგათაც იჭრება სავატანი გაიანჯონ გაიგე გასაგებია გენაცვალოს გაიამ ესეც აიღებ სავატანე ბროწეულიც ხო ბროწეულიც ახლა ერთი ცალი დიდი ლამაზი აი ეს კარგია ესეც აგვიწორეთ 4 ნახევარიღის ერთი ცალი სავატანე და ნახოთ რა რამდენი დაჭდება ეს ხო ქართულია ბროწეული შენ შემოგევლოს გაიამ მინდა შეგეკითხოთ რამდენი წელი ხართ ბაზარში ალბათ 1-7 წელი დაახლოებით 7 წელი დღე და ღამედ გეხართ და მუშაობთ რამდენი წლის განდებით 64 ღმერთმა 100 წელი გამყოფილოთ მაგრამ აი ეს სიცივეში სიცხეში ამ ყველაფერში გეხართ და მუშაობთ და სახში შემოსავალს მოაქვთ და ძალიან კარგი ქალბატონი ხართ ძალიან კეთილი თვალები გაქვთ თქვენ გენაცვალოს გაიამ ქალბატონო გიული აი ხა 7 წელია რაც თქვით ხო აი ბოლო პერიოდში ბოლოს 2-3 წელში როგორი ეკონომიური სიტუაცია არის როგორ ყიდულობს ხალხი აი განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში ამ ბოლო წელში განსაკუთრებით ბუნებამ არ შეუწყო ხალხს მოსავალი არ მოვიდა ძალიან ნაკლები მოსავალი მოვიდა ფიზიკურად ვერ შეძლო ხალხმა ბაზარზე გამოტანა უმრავლესობა იმიტომ არ მოვიდა წამლებზე თუ მაინც ყოფნით აი წამლებზე თუ მაინც რაზე მყოფნით შვილები მეხმარებიან რაზე ყოფნის 97 წლის დედა მყავს არ სოციალური დახმარება არაფერი ჩემი შვილი მუშაობს და იმიტომ ისე იგი რომ აი პროსტა როგორი დრო იცი რა არის ქალბატონო დარჩება მოხუცები და თვითონ აქ მაცხოვრებელი არავინ აღარ იქნება ჩემი შვილი ორი უმაღლესი იტალიაში ავადმყოფებს სული კაი და არ მყავდეს ემიგრანტებზე დგას ქალბატონო ეს ქვეყანა საქართველოს დგას ემიგრანტებზე აი ხლა თუ გამოყარეს ემიგრანტები მერე ნახე რასა მერე ჩაიდონ ჯიბეში ქალბატონო გიული რამდენის არის ჩვენი 10 ლარის არის ხო აი ეს თქვენ ზუსტად 10 ლარი მოგჩა გაიანი მე მგონი ჩავეჭრით და თქვენი აი ყოველდღიური ნატრა რა არის დილით რომ გამოდიხართ სახლიდან აი რო იღვიძებთ რა არის თქვენი ნატრა ყველა იყოს ბედნიერი ვითქო უფასო ამასო ყველა იყოს ბედნიერი ჯამრთელი და რაც თავარია მშვიდობა ყოფილიყო ჩვენ ამინ გაიხარეთ ამ სოფლიოში კარგი წავედით ახლა ჩვენ ნობას წავიდეთ და ეკოლოგიურად სუფთა პარკები გვაქვს ასე ვთქვათ, მოდი გაი, შენთან ჩავალაგოთ, ჩემთან აღარ არის ადგილი. აი ესე, გაუფრთხილდეთ გარემოს. კარგი დღეს გისურვებ. ჯანსაღი იყავით. ჰარაქათი გქონდეთ და იმედით იყავით. წარმატებები. ღმერთმა იმედი კარგად მოგუშალოს. საქართველოს ესე კარგად გაყოფდება, აი ნახავთ. გისურვებთ, რომ ძალიან ბევრი ბარაქიანი წელი გქონოდეთ. მადლობა დიდი. ეკონომიურადაც და ბუნების. ამინ, გაიხარეთ, აბა, კარგად ნახავთ. გაიანი, ზუსტად დავხარჯეთ 30 ლარი. აი ზუსტად ერთი თეთრი არ დაგვრჩენია. წარმოიდგინე, აი 30 ლარი. ხალხი ერთი დაიჭირე. ხალხი პროსტა აი მთელი დღე მუშაობს, ჭურჭელს რეცხავს, 30 ლარს იღებს, წარმოიდგინე და 30 ლარით მარტო ბადრიჯანი ნიგზით. აი როგორი ცხოვრება მოვიდა. აი როგორ თქვა?
მოკეთ ეხლა წავიდეთ ჩვენ ეკუნასთან, გემრიელად მოამზადოს ჩვენი ეკუნა და შევჭამთ დაბა გემოვნო და კოკაკოლასთან და კარგად დააჯეს კიდევაც სალატანი გაიაჩო. კოკაკოლასთან ერთად უფრო გემრიელია ყველანაირი კერძი აბსოლუტურად და განსაკუთრებით ნიგზიანი ბადრიჯანი. ხო, თან ძიმეთი რომ დააჯეს კარგად. აბა რა, წავედით ეხლა. აბა ჰე. წავედით სალატანი გაიაჩო. სანამ ბადრიჯნის დაჭრას და შეწვაზე გადავალ, უნდა დავდე კოკაკოლა, რომ გავიგრილო გული და ენერგია მომემატოს. ეხლა გადავდივარ ხახვის დაჭრაზე. თან ბადრიჯანი შევწვალ და თან ხახვის დაჭრასა და მოშუშვას დავიწყებ. ეხლა გადავდივარ ხახვის მოთუშვაზე. ეხლა გადავდივარ მწვანილის და ნივრის დაჭრაზე. ვიწყებ ნიახურით. ეხლა დავჭრე ქინძს. ქინძიც ესე 50-60 გრამი. დავჭრი მწვანე წიწაკას დაახლოებით 10-15 გრამი. ეხლა გადავდივარ ნივრის დაჭრაზე. ხახვი მოითუშა და ვამატებ სუნელებს. ყვითელი ყვავილი, ანუ ზაფრანა, 2 ჩაის კოვზი, ხაჩოს სუნელი 2 უცხო სუნელიც 1. ვიწყებ ბადრიჯნის გულსათის მომზადებას, ვიღებ გატარებულ ნიგოზს. დავამუშავე უკვე ნიგოზი და ეხლა გამოვადენ ნიგზის ზეთს. ამ მასას, ეხლა ნიგზის მასას გავათხელებ ისევ ადუღებული წყლით. დავამატებთ ბლომად ესე ჩვენ დაჭერილ მწვანილს, დავუმატებ ბროწეულს. ნიგზის მასა უკვე მზად არის, შევაზავე, შევაგემე და ბადრიჯანი როდესაც შეიწება და ცოტა შენელდება, გადავალ შეხვევაზე. ეს არის ჩემი მომზადებული უგემრიელესი ნიგზიანი ბადრიჯანი. შეგიძლიათ მიირთვათ კოკაკოლასთან ერთად, რომელიც სადილთან ერთად უფრო გემრიელია.